პირველი არაგველობა არაგვის ხეობაში დუშეთში სტუმრად დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. თვიულებთან ერთად გატარებული დღე ხალხური რეწვის საუკეთესო ნიმუშები, მთიულური ხინკალი და ხაბისგინა, ახალი გზა მთაში და ბუნებრივი არი დუშეთის მოსახლეობას. უცვლელ თემაზე ნინო შურღაია სიუჟეტიდან შეიტყობთ. არაგველობას არაგვის ხევში პირველად ზეიმობენ. დღესასწაულის სავიზიტო ბარათი დუშეთის ცენტრში მოწყობილი გამოფენა გაყიდვა. მხარისთვის დამახასიათებელი ძველებური ხალიჩები, ფარდაგები, ტრადიციული კერძები და რაც თავარია უამრავი დამთვალიერებელი. ასე გამოიყურებოდა დუშეთი მთელი დღის განმავლობაში. უფრო წინდას თბილ მაისურებს, ჩიტებს, თუშურ ჩიტებს, ძირითადად ესენი ეყიდება. თუშური ფარდაგი, აი დიდი რომლებიც არის არ იყიდება და აი პატარა ფარდაგები ეხლა თანამედროვე ინტერიერის იმ დიდისთვის უკვე უფრო პატარები არის მორგებული. ჩავიცი დღევანდელი დღესთვის ეს არის ბებიას ტანსაცმელი, ან ტალავარი ხევსრული ტანსაცმელი, ეს დაიკერა დაახლოებით 70 წლის წინ, როცა ჩემი ბებია იყო ჩემი 17 წლის. არაგველობა დუშეთში წირვით დაიწყო. უწმინდესმა და უნეტარესმა დუშელები და სტუმრები დალოცა. ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშიც იქადაგა. მე მახსენდება ის დრო, როცა საძირკველი ვაკურთხოთ ამ წმინდა ტაძრისა. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე და სასწაულთ მოუქმედი. წმინდა ნიკოლოზი დღემდე და მუდამ იქნება ფარველი ყოველი ადამიანისა, რომელიც სმენითა და სიყვარულით მიმართავს მას. ქალაქის ცენტრში მოწყობილი გამოფენა გაყიდვა დღესასწაულზე ჩასული პრეზიდენტისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციული კერძები დააგემოვნა. ადგილობრივებისგან საჩუქარი მიიღო და რამდენიმე ნივთი თავადაც შეიძინა. სანამ ხალიჩას იყიდდა, იმითაც დაინტერესდა მუშაობს თუ არა ცოტა ხნის წინ იაფი კრედიტით გახსნილი ხალიჩების ქარხანა, სადაც ადგილობრივები მუშაობენ. როგორ მიდის პროდუქცია იყიდება? კარგად არის ყველაფერი. რამდენი ყავთ ახლა? რამდენი ხალხი მოიქალი მუშაობს? ადგილზე 6 დიბათ და სახშია დაზგებს სახში. ხო, ვიცი სახშია. სახშიც ამას დაზგებს. მაგრამ უკვე ავეწყოთ, ხო? სახშიც აქვს. კი, გაწყობილები აქვს. იმიტომ რომ ჩემთვის მარტო თავარის კი არ იყო ქარხანა გაგვახსნა, ფაბრიკა გაგვახსნა, თავარია რომ ხალხი რომ მე იმუშაოს თორე გახსნა ლენტის გაჭრა ეს არის საკმარისი. პრეზიდენტი იმ პედაგოგებსაც ესაუბრა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დედაქალაქიდან სამუშაოდ დუშეთში წამოვიდნენ და ამ დრომდე აქ რჩებიან. ადრე კეტავდნენ ამ ოპტიმიზაციის გამო ჩვენ დროს ჩემ დროს სამწუხაროდ პატარა სკოლებს და რაღაც მომენტში მე თქვი რომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, რომ შეიძლება სკოლაში მაგრამ 19 ბავშვი იყოს და სული იყოს იქაურობის და სკოლა გამოვიდა ყველაფერი. დიდი მადლობლები ვართ ამ პროექტის და თქვენ პირადად რომ ეს პროექტი ჩარშენდელია, ხო? მასწავლებლებს ასე ვთქვათ სტიმული მოგვეცა გართულად სამსახურის დაწყების. ეხლა მე მინდა ვთქვა რომ ზოგიერთ ადამიანი 500 და 600 ლარად შეიძლება ქალაქში ხელი არ გაანძრიოს და თქვენ რომ ამ სიჟურეს დადიხართ და ბავშვებს ეს ამას დიდი გული უნდა ეს ხელფასიტემით არ ეძღვება. განათლების თემაზე პრეზიდენტს მაშინაც კი ესაუბრებოდნენ, როდესაც ერთ ოჯახში სტუმრად მისული გაზმომარაგების საკითხით დაინტერესდა. აწიც ხუცამში სიტყვაც მოვიდა. დამატებით. მუდმივი. კამარა ბალონია. ღარიბაშვილების ოჯახში ბავშვებთან დიალოგმა პრეზიდენტი გაამხიარულა. ის იყო უფრო ძმას კარგი ნიშნებისთვის საჩუქრად პრეზიდენტისგან კომპიუტერი გარანტირებული ჰქონდა, რომ უმცროსმა მცირე რეპლიკა ისროლა. ორიანი აქვს? არა, სიმართლეს მაყავს კარგი. მაგრამ როგორც კი ორიანები ყველა ათიანები როგორც კი ყოლები, იმ წუთში გამოგზავნე. შემოწყობინა. გამოასწოროს ორიანები? დიახ. აი, ამას არ უთხრათ რომ გავალაქებდა. სანამ დუშეთს დატოვებდა, სააკაშვილმა მეზობელ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა. მჭადი ჯვარში ახალი 14 კილომეტრიანი გზა გაიხსნა. ადგილობრივებთან მისულმა სააკაშვილმა მისთვის მოულოდნელი ინფორმაცია მიიღო. გზა, რომელსაც ხელისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში არ ემონტებდა, მშრომელთა პარტიას ამომრჩევლებთან საკუთარ დამსახურებლად მიუთვლია. შალომ თქო რომ მე გავაკეთეო? უთქვამს, მე გავაკეთეო. ერთმა დაუბარელო. რომის აკეთე ეს გზები, ვერ გნახეთ საით იყავი. ზეც კი ვერ ამოვიდო და შენ ვარ ყოფილიყავ.
სხვათა შორის მართალია. ისე ეს გზა შალვასაც ეკუთვნის, შალიკოს შვილებსაც ეკუთვნის, ყველას გვეკუთვნის. რა მნიშვნელობა, ყველამ გაიხაროს, რა მნიშვნელობა. პირასე თუ შალვატურის რომ მაგან გააკეთა, მაგან გააკეთა. თავარი გააკეთა. მნიშვნელოვანი გზა, რამე თუ თქვენს ექსპერიმენტის სახით ამწავს ჩვენ ბეტონის გზებს ვაკეთებთ ყველა რეგიონში. გზა რომელზეც ჩვენ დგევართ ახლა და რომელზეც მშენებლობაც დღეს დასრულდა არის 14 კილომეტრიანი, რომელიც დუშეთის რაიონს ჩადის ჯვარს აკავშირებს. იმ გზით, რომელიც ყველას ეკუთვნის, პრეზიდენტი დუშეთის გავლით თბილისში დაბრუნდა. არაგველოვის აღნიშვნა კი ადგილობრივებმა საღამომდე განაგრძეს. ახლა დაარსებული დღესასწაული ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება.